Да, запись, хорошо. ჩვენ წინაჯერზე დავიწყეთ ერთგული მსახურების თემა. Попытались дать основные простые определения. შევეცადეთო ძირითადი მარტივი განსაზღვრებები მიგვეცა. Вот кто-то запомнил, что такое преданное служение? ვინმემ დაიმახსოვრა თუ რა არის ერთგული მსახურება. Кто не запомнил? არ უნდა დაიმახსოვრა? Что такое бхакти? რა არის ბაქტი? Очень простая вещь. Почему вы не запомнили? Я несколько раз повторял. ძალიან მარტივი რამ არის, რატომ არ დაიმახსოვრეთ? რამდენჯერმე გავიმეორე მე. Если мы такие простые вещи не будем запоминать, то какой смысл вообще в наших собраниях? ესე თუ მარტივ რაღაცას არ დავიმახსოვრეთ, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენ შეკრებას? Нужно как-то немного посерьезнее. უნდა ცოტა ოდენი სერიოზულობა მოვიკრიბოთ. შეიძლება? ლუკა პრაფო. Да, Лука, есть Лука. სიყვარულით გაწეული მსახურება, რომლის მიზანიც არის დაკმაყოფილება კრიშნასი, ან კრიშნას ერთგულების, ვის მიმართაც ხორციელდება ერთგული მსახურება, მაგრამ ფაქტი, უშუალოდ ფაქტი არის ერთგული მსახურება სიყვარულით გაკეთებული რაიმე კრიშნას მიმართ. Ну, как говорит, что преданное служение – это когда служение там Кришне или преданному Кришне, который происходит с любовью, чтобы порадовать ее или их. Да, но все правильно. Можно только разъяснить, что значит служение. კი, ყველაფერი სწორად არის, ბოდეთის უნდა განმარტოთ, თუ რა არის მსახურება, რას ნიშნავს მსახურება. Служение означает, что мы задействуем свои чувства, да? მსახურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გრძნობებს ვთავთ, ვასაქმებთ. То есть служение – это использование своих чувств для удовлетворения повелителя чувств, да? Хришикеша Хришикена Севанам Бхакти Ручета. Это называется бхакти. Служение повелителя чувств с помощью своих чувств называется бхакти, преданным служением. გრძნობების ბატონის მსახურება საკუთარი გრძნობების საშუალებით, ამას ეწოდება ბაქტი. Конкретные какие-то вещи мы будем обсуждать попозже. კონკრეტულ თემებს ჩვენ მოგვიანებით განვიხილავთ. И с этого начинается любовь. Без служения любви быть не может. აქედან იწყება სიყვარული, მსახურების გარეშე სიყვარული ვერ იარსებებს. Когда мы хотим наслаждаться кем-то или чем-то, мы иногда используем это слово «я люблю это», или «я люблю ее», или «я люблю его». როდესაც ჩვენ გსურს ვიღაცთან რაღაცით დავტკბეთ, ესე ვთქვათ, ექსპლუატაცია მოახდინოთ, ჩვენ ვიყენებთ ამ სიტყვას, რომ მე მიყვარს ის, ან მიყვარს ეს. Но если нет служения, нет желания удовлетворить эту личность, то это, да, это скорее всего будет какая-то эксплуатация, просто использование кого-то для себя. და თუ არ არის მსახურების ასპექტი, მაშინ დიახ, ეს არის რაღაც ექსპლუატაცია, ვიღაცის გამოყენება საკუთარი თავისთვის. Может быть, это будет чистым, преданным служением себе. შეიძლება ეს იყოს წმინდა ერთგული მსახურება საკუთარი თავის მიმართ. Мы все занимаемся, все знаем, что такое чистое, безоговорочное, непрерывное преданное служение, но объект не тот, в этом наша проблема.
ყველა ჩვენგან მაიცის თუ რა არის წმინდა უსიტყვო ერთგული მსახურება, მაგრამ ობიექტი ის არ არის, ვიც უნდა იყოს. Ну и мы всегда будем служить. და ჩვენ ყოველთვის ვემსახურებთ, ვიმსახურებთ. Это наша природа. ეს ჩვენი ბუნებაა. Только вопрос, кому. კითხვა ისმის მხოლოდ ის, თუ ვის მიმართ იქნება ეს მსახურება გაწეული. Если мы служим тому, кому нужно служить, с кем мы в вечных отношениях, თუ ჩვენ ვემსახურებთ იმას, ვისაც უნდა ვემსახურებოდეთ, ვისთანაც ჩვენ გვაქვს პიროვნული ურთიერთობა, отношениях любви, то мы будем испытывать счастье и любовь, да? ურთიერთობა სიყვარულში, მაშინ განვიცდით, ასევე ჩვენ განვიცდით ესე სიყვარულს და მის მიმართ გაწეულ ურთიერთობას, გრძნობთ ამას. Если мы будем служить кому-то другому, და თუ ჩვენ ვემსახურებით ვინმე სხვას, а по большому счету служение кому-то другому, кроме Кришны, это служение себе на самом деле. და დიდწილად ვინმეს მსახურება გარდა კრიშნასი, ეს ასე თუ ისე მაინც საკუთარ თავის მიმართ გაწეული მსახურებაა. То есть это служение, так называемое, оно будет приносить только разочарование и неудовлетворение, боль в конце. ეს ეგრეთ წოდებული მსახურება საბოლოო ჯამში მაინც მოიტანს უკმაყოფილებას, იმედგაცრუებას და ტკივილს. И дальше мы говорили определение, которое дал Шрила Рупа Госвами, его обсуждали, чистого преданного служения. შემდეგ ჩვენ საუბრობდით იმ თემაზე, თუ რა განსაზღვრებაც მისცა შრილა რუპა გოსვამიმ წმინდა ერთგულ მსახურებას. То есть мы говорили, это стих Аниабилаша Ташуньям, который начинается со слов. ჩვენ საუბრობდით ამ ლექსზე, რომელიც ამ სიტყვებით იწყება. Это уже более конкретное описание преданного служения. То есть вначале это общее определение преданного служения, когда мы говорили о том, что мы занимаем чувства в служении Кришне, и это и есть преданное служение. და ჩვენ საუბრობდით, ეს არის ზოგადი განმარტება, რომ ჩვენ გრძნობების სასაქმეთ მსახურებას, კრიშნაში მსახურებას, ხოლო ამ ლექსში უფრო კონკრეტული განმარტება არის მოცემული. Да, а теперь мы это начали делать более конкретным, более подробно рассматривать. და ჩვენ ახლა დავიწყეთ ამის უფრო კონკრეტულად განხილვა. По крайней мере, я сказал, что в этом определении описывается 3 качества, которые делают нашу деятельность бхакти. როგორც მინიმუმ ასე თუ ისე მე ვთქვი, რომ ამ წერილში ამ ლექსში განმარტებულია 3 ძირითადი განსაზღვრება ბაქტის. То есть без них это не будет бхакти вообще. და მათ გარეშე ეს საერთოდ არ იქნება ბაქტი. И сегодня мы будем обсуждать 2 качества, которые делают это бхакти чистой. და დღეს ჩვენ განვიხილავთ 2 მთავარ თვისებას, რომელიც ხდის ბაქტის წმინდას. Кто-то запомнил, какие качества делают деятельность бхакти? Что такое бхакти согласно определению Рупа Госвами? ვინმე დაიმახსოვრა თუ რა თვისებები ხდის ბაქტით, რომელ ძირითად განსაზღვრებებს იძლევა რუპა გოსვამი. დაიმახსოვრა ვინმე მკითხვა ეს. То же самое, да? Хари Кришна. Можно Хари я Кришна. попробую? Да, попробуйте. Я на первый вопрос знала ответ, я просто была на улице с зонтиком, документами, там ветер и дождь, у меня не было возможности ответить. Хорошо. На этот вопрос, насколько я помню, мы говорили, что Шрила Рупа Госвами называют Абхидея Ачарьи, потому что он учит нас науке отношений с Богом. И 3 характеристики преданного служения, которые мы обсуждали, это было анушиланам,
То есть, что преданное служение должно осуществляться под руководством чистых преданных, и оно должно быть регулярным. Практика должна быть каждый день. Он не успеет перевести, Матаджи. Ой, Нет. Бодиш, забыла. Извините. წინაჯეს როგორც მე მახსოვს თქვენ ამბობდით რომ შიდა რუპა გოსვამი იძლევა სამ განმარტებას და პირველი არის ანუშილანამ მსახურება რომელიც ხორციელდება წმინდა ერთგულის მსახურებით. Да, первое качество анушиланам. Шиланам означает деятельность. პირველი თვისება ეს არის ანუშილანამ. შილანამ ნიშნავს მოქმედებას. Какая деятельность? Любая может быть деятельность, не греховная, не противоречащая Писанию. რა სახის მოქმედება, რა სახის ქმედება, ნებისმიერი სახის ქმედება, მოქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილების დარიგებებს. Да, конечно же, мы знаем. Воспевание, служение в храме, служение преданным. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ესენი არის მსახურება ტაძარში, წმინდა სახელების გალობა, ერთგულების მსახურება. Ну, это может быть поход в магазин также, поход в аптеку. მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს აფთიაქში წასვლა, ან მაღაზიაში წასვლა. Меня буквально несколько дней назад Прадхан Прабху спросил с испугом. მე თუ რაღაც რამდენიმე დღის წინ პრათან პრაფუმ კითხა შეშინებულმა. Он слушал лекции Бхактивикаши с вами. ის უსმენდა ბაქტივიკაშა სვამის ლექციას. И Бхактивикаши с вами, ну, с его слов, судя по всему, он говорил о том, что некоторые говорят, что обучение там в университете – это бхакти. და მისი სიტყვებით ესე გაიგო მან რომ ბაქტივიკაშა მიიხასოს რომ ზოგიერთი ფიქრობს და ამბობს რომ უნივერსიტეტში სწავლა ეს ბაქტია. Махарадж сказал, какой это бхакти? Там нет ни Шраванам, ни Киртанам. По крайней мере, Кришна Киртанам и Кришна Шраванам. მაჰარაჯმა თქვა, ესანაირი ბაქტია, იქ არც კირტანამ არის და არც შრავანამ, როგორც მინიმუმ კრიშნას მარანამ, ანუ კრიშნა კირტანამ არ არის. Вот, и он был такой испуганный, так что мне учиться вообще или не учиться? და ის ისეთი შეშინებული იყო, რა გავაკეთო მე, ანუ ვისწავლო თუ არ ვისწავლო საერთოდ, გავაგრძელო სწავლა. Учиться или не учиться, да? Вот. Я, насколько понимаю, Махарадж говорил эту вещь в определенном контексте. რამდენადაც მე მესმის მაჰარაჯი ამას ამბობდა კონკრეტულ კონტექსტში. Потому что иногда преданные под предлогом того, что я учусь, я же преданный, это бхакти, они не ходят в храм, не воспевают святые имена, не читают книги. იმიტომ რომ ხანდახან ერთგული ან ერთგულები იმ მიზეზით რომ მე ხო რომ სწავლობ ესაც ბაქტია და ამის გამო არ დადიან, ამ მიზეზით არ დადიან ტაძარში, წმინდა სახელებს არ იმეორებენ. Они говорят, ну, я же вот учусь, это сейчас моя обязанность, мое подношение Кришне. Вот. ისინი ამბობენ რომ მე ხო ახლა სწავლობ და ეს არის ჩემი მოვალეობა და ჩემი ძღვენი კრიშნას მიმართ. Но если идет пренебрежение основными видами преданного служения, ну да, это не бхакти точно. მაგრამ თუ ამით ხდება ძირითადი Так, кому-то нужно отключиться, похоже, да? Эхо идет. თუ Юлия Матаджи, у вас Да, вопрос? Матаджи Юлия, микрофон выключите, пожалуйста. Иначе будет Гочев у нас фонить. Харе Кришна. ხო, ანუ თუ ხდება ამ მიზეზით ძირითადი ცვლადა პუნქტების ანგების უგულველყოფა ბაქტის, მაშინ ეს ნამდვილად არ არის ბაქტი. Но если преданный он выполняет основную деятельность преданного, да, и учится для того, чтобы потом стать хорошим специалистом, чтобы иметь средства к существованию. მაგრამ თუ ერთგული სწავლობს იმისათვის, რომ ან თუ ერთგული ასრულებს, ცდილობს შეასრულოს ძირითადი პუნქტები ბაქტის და სწავლობს იმისათვის, რომ მერე საშუალება კონდეს, რომ რაღაც ფინანსები კონდეს და
თავი შეინარჩუნოს და გააგრძელოს ერთგული მსახურება, მაშინ ეს შეიძლება ჩაითვალოს. Поддерживать себя, других преданных. Ну, то есть чтобы иметь возможность самому заниматься преданным служением. ანუ საკუთარ თავი შეინახოს, ასე ვთქვათ, ფინანსურად სხვებს დაეხმაროს და ანუ კონდეს საშუალება, რომ ერთგული მსახურები დაკავდეს. То, согласно определению Рупа Госвами, это будет тоже бхакти, будет относиться к бхакти. რუპა და რუპა გოსვამის განსაზღვრების მიხედვით ესაც ბhakti იქნება. Но это не прямой вид бхакти, да, не прямое преданное служение. მაგრამ ეს არ არის პირდაპირი სახის ბhakti, პირდაპირი სახის ერთგული მსახურება. И, конечно, оно не настолько могущественно, как воспевание, слушание, арчана, поклонение божествам. და რა თქმა უნდა, ის არ არის იმდენად ძლიერი ძლევამოსილი, როგორც პირდაპირი მსახურება, როგორც არის მოსმენა, გამეორება. Но это необходимая для нас часть жизни, этого не избежать, поэтому если мы ее связываем с Кришной, то она тоже может относиться к категории преданного служения. მაგრამ ეს არის აუცილებელი ნაწილი ჩვენი ცხოვრების და ჩვენ თუ ამას ვასრულებთ სწორად, როგორც ერთგულ მსახურებას, მაშინ ისაც მოიტანს შესაბამის ნაყოფებს. Что важно, как Матаджи Юлия сказала, нужно, чтобы эта деятельность была одобрена гуру, по крайней мере, одобрена. რაც მნიშვნელოვანია, როგორც იულია მათაჯიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს გურუს მიერ, ესე ვთქვათ, დადებითი გამოხმაურება უნდა ქონდეს გურუს მიერ ამის მიმართ. То есть, и чтобы мы эту деятельность выполняли, регулярно. და რომ ამ ქმედებას, ამ მსახურებას ჩვენ რეგულარულად უნდა ვეწეოდეთ. Это означает анушиланам. ეს ნიშნავს анушиланам. И она должна быть в конечном счете для удовлетворения Кришна, да? Кришна анушиланам. და საბოლოო ჯამში ის უნდა იყოს კრიშნას დასაკმაყოფილება, ანუ კრიშნამ ანუშინარამ. И под Кришной мы говорили, кого Шрила Рупа Госвами имеет в виду? და როგორც შეიძლება რუპა გოსვამი რას გულისხმობს კრიშნას, ანუ სახელ კრიშნას კონტექსტში ვის გულისხმობს? Кого под словом Кришна? ვინი გულისხმება? Нужно понимать. ვინდა ვის უნდა ვიგებდეთ, ანუ ვინდა გვეგონოს? Только Да. Кто-то, Елена Матушка? Харе Кришна. Да, Харе Кришна. Это под словом Кришна нужно понимать сам Кришна, Угу. его экспансии, его чистые преданные, Угу. а также Туласи, Ганга и святые места. Святые места, да. Да, Гочи, переведи, пожалуйста. ანუ სახელის კრიშნას ქვემოთ იგულისხმება თავად კრიშნა, მისი ექსპანსიები, მისი წმინდა ერთგულები, ტულასი, განგა და წმინდა ადგილები. Коровы еще. ძროხები ასევე. Вы в Омске были, да? ომსკში იყავით ხო თქვენ? Да. Там же у них недалеко, по-моему, ферма, да, если не ошибаюсь? Да, ездили туда, ага. Коровок смотреть. Их этот ужас не затронул, что там коров сейчас в Сибири массово убивали у фермеров? Они на карантине, М, сейчас не Окей. подпускают близко. Все хорошо у них. Здорово, да, служение коровам тоже, поскольку Кришна любит коров. То есть всем, кто связан с Кришной через духовную энергию. და ასევე მსახურების ძროხების მსახურება და ყველა ვინც დაკავშირებულია კრიშნასთან სულიერი ენერგიით. Потому что все связано с Кришной, да, но в материальном мире большинство связано с Кришной через материальную энергию, да. კი, ყველაფერი კრიშნასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მატერიალურ სამყაროში უმეტესობა დაკავშირებულია მატერიალური ენერგიით. То есть все частички Кришны, все происходит из энергии Кришны, да, но есть отличия. ყველა კრიშნას ნაწილაკია, ყველაფერი გამოდის კრიშნას ენერგიისგან, მაგრამ
მაინც არსებობს განსხვავება. И вот то, кого Матаджи и Елена перечислила, это непосредственно проявление духовной энергии Кришны или связанные с Кришной через духовную энергию. და ისინი, ვინც მათაჯი ელენა მათაჯიმ ჩამოთვალა, ისინი უშუალოდ ან კრიშნას უკავშირდებიან, ან მისი ენერგიის გავლით უკავშირდებიან. Да. И последнее Анукульена мы говорили, да? Анукульена. და Это, ბოლო რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ანუკულიანა. это значит желанием действительно удовлетворить Кришну, порадовать ეს его. ნიშნავს მოქმედებით იმ სურვილით, რომ მართლაც და გვინდოდეს დავაკმაყოფილოთ კრიშნა. То есть не просто служить даже правильно, да, там Кришне или чистым преданным, да, а вот служить для того, чтобы они действительно стали довольны и счастливы. ანუ უბრალოდ კი არ ვემსახუროთ კრიშნას ან მის წმინდა ერთგულს, არამედ იმ შინაგანი მოტივით ვემსახურებოდეთ, რომ გვინდოდეს მართლაც რომ გავახაროთ ისინი. То есть будучи позитивно настроенным по отношению к нему. ანუ ვიყოთ პოზიტიურად განწყობილი მის მიმართ. То есть не то, что я там служу, но для того, чтобы что-то получить, да? А сам Кришна там или сам преданный меня он интересует, особо не интересует, да? Только вот получить что-то я хочу. და ისე კი არა, რომ მე მსახურობ და მინდა რომ რაღაც მივიღო და ამ დროს თავად კრიშნა ან თვითონ ეს ერთგული არ მაინტერესებს. Сейчас читаем Бхагаватам, как Индра служил Дити. ჩვენ ახლა ვკითხულობთ ბაგავატამს, სადაც იმ ნაწილს, სადაც ინდრა თუ როგორ ემსახურებოდა ინდრა დიტის. Служил очень правильно, как и положено ведическому слуге. Анушиланом было, да? Вот. Регулярно. ემსახურებოდა ძალიან სწორად, როგორც ვედურ მსახურს შეეფერება, იყო ანუშილანამ რეგულარულად. Но у него было плохое чувство, и у него был совсем другой мотив, да? მაგრამ მას ცუდი გზნობა ჰქონდა და ცუდი მოტივი ჰქონდა აბსოლუტურად. სხვა მოტივი. Как иногда Шрила Прабхупада приводил пример Майявади, они могут служить гуру, они сильно тоже могут говорить о том, что нужно служить гуру. როგორც შილა პრაბჰუპადას მოყავდა მაგალითი, რომ მაიევადებსაც შეუძლიათ რომ ემსახურონ გურუს და შეუძლიათ მოიყვანონ ძლიერი არგუმენტები, რომ საჭიროა აუცილებლად უნდა ემსახუროთ გურუს. Ну, для чего? Для того, чтобы стать Богом и выкинуть всех гуру. из მაგრამ своей რისთვის იმისთვის არის საჭირო მსახურებაო, რომ თვითონ გავხდე მე თვითონ ღმერთი, ანუ გურუ და ყველა გურუ ჩამოვაგდო. Да. Это вот мы описали три качества, которые делают нашу деятельность преданным служением. და ჩვენ ავწელეთ ეს სამი თვისება, რომელიც ხდის ერთგულ მსახურებად. Теперь что делает наше преданное служение чистым? და ეხლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდის ჩვენ ერთგულ მსახურებას წმინდას. Почему важно чистое преданное служение? რატომ არის ესე მნიშვნელოვანი, რომ ერთგული მსახურება იყოს წმინდა ერთგული მსახურება? Вы слышали же, проповедники, наверное, говорят вам, занимайтесь чистым преданным служением. ხო გსმენიათ ალბათ, რომ ქადაგებლები გვეუბნებიან, რომ დაკავდით წმინდა ერთგული მსახურებით. Почему чистое рекомендуется особенно? რატომ იძლევიან რეკომენდაციას, რომ საჭიროა რომ აუცილებლად წმინდა ერთგული მსახურებით დავკავდეთ? Как вы думаете? როგორ ფიქრობთ? Почему не служить абы как-нибудь там, да, не напрягаться, чтобы там чисто все было? რატომ არ უნდა ვემსახუროთ, რატო არ უნდა ვემსახუროთ რაღაც ისე რა, ეს თქო რომ ხანისი მოგეთ. Почему мы готовим Кришне на чистой кухне? Yes, Лука?
რატო ამზადეთ კრიშნას სუფთა სამზარეულოში? ეს ნამდვილი მსახურება არის და კრიშნასთან ურთიერთობას აღადგენს და გვაკავშირებს და ახარებს კრიშნას, რაც ყველაზე მთავარია. Это является настоящим служением, и это радует Кришну и восстанавливает нашу связь с ним. А если нечистые? Да, თუ წმინდა არ არის ესახურება, შეიძლება ნამდვილი არ იყოს და შეიძლება კიდე საკუთარი ინტერესები გამოძრავებდეს რამე, ასე ვთქვათ, ნების модуში იყოს. может быть, это будет не настоящим служением, может, мы будем руководствоваться собственными интересами, и это будет в Раджагуне, так сказать. Да, это правильно. Например, так же, как Лука же, наверное, хочет есть чистое яблоко, грязное яблоко не хочет есть. კი ეს სწორია, მაგალითისთვის როგორც ლუკას უნდა რომ სუფთა ვაშლი მიირთვას, მას ხო არ უნდა ჭუჭყიანი. Могут быть проблемы, да, потом. შეიძლება მე პრობლემები გაჩნდეს. То есть чистое от нечистого отличается, да, конечно же, результатом. Результатом. და რა თქმა უნდა, ანუ წმინდა, ანუ სუფთა და ჭუჭყიანი, ასე თქვა, დაბინძურებული ერთმანეთისგან განსხვავდება შედეგით. Вот представьте, Марьям вчера мне там готовила вечером просада немного. Წამოიდგინეთ, რომ გუშინ მარიამმა საღამოს მე ცოტაოდენი პრასადი მომიზადა. Она могла бы приготовить и кинуть туда там пару кусков грязи. აი შეიძლება რომ მოემზადებინა და ერთი-ორი ნაჭერი ტალახი ჩაეგდო შინ. Так вот. И это мне, наверное, не очень понравилось. ეს ალბათ მაინც და მაინც არ მომეწონებოდა. Если бы она, конечно, кинула пыль из Вриндавана, это одно дело, да? რა თქმა უნდა, მას რომ ვინდავანის მტვერი ჩაეგდო, ეს სხვა თემა. Вот. Но если это пыль из Тбилиси, то это другое дело, да? მაგრამ ეს მტვერი თუ თბილისიდან არის, მაშინ ეს цота სხვა თემა. То есть грязно никому не нравится, в том числе Кришне. ანუ ჭუჭყიანი არავის არ მოწონს, მათ შორის კრიშნასაც. То есть это проявление какого-то неуважения, неправильного отношения. ანუ ეს არის უპატივცემულობის და არასწორი ურთიერთობის გამოვლინება. Соответственно, чистота – это проявление правильного отношения, любви. Это один из элементов. შესაბამისად, სუფთავე ეს არის სწორი დამოკიდებულობის და სიყვარულის გამოვლინება. И поэтому Кришна отвечает соответственно. და ამიტომაც კრიშნა შესაბამისად პასუხობს. То есть чистое преданное служение приводит к развитию бхакти. ანუ წმინდა ედგმსახურებას მოაქვს ბхакტის განვითარება. И дает возможность преданным испытать подлинное счастье духовное. და აძლევს ედგმის საშუალებას, რომ განიცადოს ნამდვილი სიხარული. А смешанное преданное служение нечистое, то есть или его иногда называют смешанное, когда к нему что-то примешивают, да? ხოლო შერეული ედგმსახურება ან თქვა და ბინძური ან გასურილი ედგმსახურება, ხანდახან მას ესე უწოდებენ. Оно не принесет бхакти настоящего. ის არ მოიტანს ნამდვილ ბхакტის. Но может принести много материальных благ. მაგრამ შეუძლია მრავალი მატერიალური სიკეთის მოტანა. Рай, положение. სამოთხე გაკვეული მდგომარეობა. Зарплата хорошая. კარგი ხელფასი. Вот. Освобождение даже, все вплоть до освобождения, да? განთავისუფლებაც კი ყველაფერი განთავისუფლებამდე. В зависимости от того, что примешивается, да? დამოკიდებულია იმაზე თუ რა შეერევა მას. Но Кришну таким образом не достичь и бхакти не получить. მაგრამ ამ სახით კრიშნას ვერ მივაღწევთ და ბхакტის ვერ მივიღებთ. Поэтому так ачарьи настаивают нас, что служение должно быть чистым. და სწორედ ამიტომაც ესე ძლიერ უსვამენ აჩარიები ხაზს, რომ ერთგული მსახურება უნდა იყოს წმინდა, სუფთა სახის. И вот в этом стихе говорится,
Анья, Белаш это шуньям, да? Вот один из признаков чистоты. და აი ამ ლექსში ნათქვამია ანი აფილაში და შუნიამ, ანუ ერთ-ერთი ნიშანი სისუფთავის И что такое Анья Белаш это? და რა არის ანი აფილაში და А Белаш означает желание какое-то. აფილაშ ნიშნავს რაღაც სურვილს, А Ани означает другое. ხოლო ანი ნიშნავს სხვას. Ания Белаш это означает какое-то другое желание, то есть нежелание удовлетворить Кришну. ანუ ანი აფილაში და ნიშნავს რომ რაღაც სხვა სურვილს, ანუ როდესაც სურვილი არ გვაქვს, რომ კრიშნა გავახაროთ, დავაკმაყოფილოთ. Шуньям означает должно быть чистым от этого Ания Белаша. შუნიამ ნიშნავს რომ უნდა იყოს სუფთა, ანუ ამისგან. Теперь, если вы вдумчивы, у вас может возникнуть вопрос. ეხლა თქვენ თუ შეგიძლიათ დაფიქრებათ და დააკვირდეთ, თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა. А если я захотела слив, это значит, мое преданное служение уже не будет чистым? და თუ მე მომინდა სწვაზე ქლიავი, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი ერთგული მსახურება არ იქნება წმინდა? Или помидоров вы захотели, да? ან პომიდორი მოგინათ? Или съездить за город? ან ქალაქ გარეთ გასვლა? То есть уже нечистое преданное служение ваше вы тогда будете, да? Нечистым преданным. მაშინ თქვენი ერთგული მსახურება უკვე არ იქნება წმინდა, ხომ? Не говоря уже о других прозаических желаниях, которые могут возникать в жизни. აღარ ვამბობთ არაფერს სხვა სასაცილო სურვილებზე, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში გაგვიჩნდეს. Желание поспать, например. მაგალითად, სურვილი რომ წაუძინოთ. Но это как бы тоже не для удовлетворения Кришны вроде как. თითქოს და ეს არც ეს არ არის კრიშნაზე საკმაყოფილებლად თითქოს. Или еще всякие желания, не будем говорить их, связаны с потребностями тела особенно. ან კიდე სხვა და სხვა სახის სურვილი, რომელიც სხეულის მოთხოვნილებებს უკავშირდება. Или более глобальные такие желания у человека, например, как-то выразить себя, там, не знаю, через музыку, через кулинарию. ან უფრო გლობალური სურვილები, რომ ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ საკუთარი თავი გამოხატოს მუსიკის გავლით ან კულინარიის გავლით. Или желание проявить заботу, там, образовать семью. ან სურვილი, რომ ისეთი ზრუნველობა გამოავლინოს, რომ მაგათი ოჯახი შექმნას. Если вот такие желания возникают, это означает, что вы не можете быть чистым преданным или нет? თუ ესეთი სურვილები ჩნდება, ეს ნიშნავს კი იმას, რომ თქვენ ვერ შეძლებთ რომ იყოთ წმინდა ერთგული თუ არა. Что вы думаете? როგორ ფიქრობთ? What do you think? Შეძლებთ. We can. We can't be a pure devotee, yeah? If you have some desire to sleep, that means you are not a pure devotee. No. We can be. Can be. Okay, why? Yes. Почему? Лука сказал, ახლა что мы можем. ქართულად. იმიტომ რომ შეიძლება ეს საჭირო იყოს. ჩვენ მაინც ამ სხეულში ვართ და საჭიროებები გვაქვს, რომ მაგალითად მანგალა არატის მერე ძალიან დაღლილი ხარ და იცი რომ წინ კიდე მთელი კვირის პროგრამა არის და იქ შენ ერთგულებს სიამოვნება უნდა მოგვარო და თუ არ წაუძინებ დაბღვერილი სახით იქნები და თუ წაუძინებ უფრო გაღიმებული იქნები. Потому что это может быть связано с потребностями целя, к примеру, после Мангалара ты слишком уставший, и если ты не поспишь чуть-чуть, тогда ты будешь такой хмурым лицом ходить, а ты должен принести удовлетворение преданным, а хмурым лицом не получится особо. თავარი აზრი ის მინდა ვთქვა, რომ ანუ ჩვენ მაინც ამ სხეულში ვართ და საჭიროებები გვაქვს, ხან წაძინება გვჭირდება, ხან ქლიავის შეჭმა გვჭირდება და ასე შემდეგ.
Главный смысл, что я хочу сказать, это то, что мы все равно находимся в этом теле, и иногда у нас есть какие-то потребности, иногда надо поспать, иногда съесть сливы. Мгм. მაგრამ კლიავს ნებების გამო აღარ ჭამთ და სიამოვნების გამო რა საჭიროების გამო ჭამთ და ძილითაც კრიშნასთვის ვიძინებთ რა. Мгм. Но мы не употребляем пищу сливы для своих чувств, и мы принимаем пищу для Кришны, также мы спим для Кришны. Ну, в принципе, правильно, да. В принципе, история. Да. То есть быть свободным полностью от желаний вот этих, связанных с телом, с грубым и с тонким даже, невозможно в этом мире, да? Ну, в принципе, სრულად იყო თავისუფალი ამ ნატიფი თუ უხეში მოთხოვნილებებისგან ამ სამყაროში ეს შეუძლებელია. Но что имеет в виду Рупа Госвами, когда говорит, нужно быть полностью свободным от посторонних მაგრამ вещей? რას გულისხმობს რუპა გოსვამი, როდესაც ამბობს, რომ უნდა იყოს სულთლიანად გვერდზე გამოდგარი ამ რაღაცეებისგან. Он говорит не абхилаш, а абхилашита. А абхилашита это не просто желание, это мотив. ის ამბობს არა უბრალოდ აფილაშ, არამედ ის ამბობს, რომ აფილაში და ნიშნავს, რომ იყო თავისუფალი მოტივისგან. А мотив это означает какое-то постоянное, сильное желание, которое у нас на первом месте в сознании находится в течение долгого времени. ხოლო მოტივი ნიშნავს, რომ რაღაც ძლიერი მუდმივი სურვილი, რომელიც მუდმივად პირველ ადგილზე დგას ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. То есть, когда мы думаем об этом, стремимся к этому постоянно, да? ანუ როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, მივისწრაფით ამისკენ მუდმივად. Мы делаем это одной из самых важных вещей в нашей жизни. ჩვენ ხვდით ამას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცად ჩვენ ცხოვრებაში. То есть, вот от этого нужно быть свободным. აი ამისგან უნდა ვიყოთ თავისუფალი. А желания, которые возникают в связи с потребностями тела или там ума или чувств периодически, да? ხოლო სურვილები, რომელიც ჩდება სხეულის, კუის ან სხვა რაღაცისგან გამომდინარე, Если мы их удовлетворяем в рамках бхакти или в рамках хотя бы гуны благости, да, то они не нарушают принцип чистого преданного служения. და ჩვენ თუ ავყოფილებთ იმას ბაქტის, ან როგორც მინიმუმ სათნოების მოდუსის ფარგლებში, მაშინ ისინი არ არღვევენ იმას, რომ მსახურება დარჩეს წმინდად. То есть мотив это означает, я занимаюсь бхакти, но у меня какая-то на самом деле другая цель. ან მოტივი ნიშნავს იმას, რომ მე დაკავებული ვარ ბაქტით, მაგრამ მე სინამდვილეში შინაგანად რაღაც სხვა მიზანი მაქვს. То есть я хочу чего-то другого достичь. მე მინდა რომ რაღაც სხვას მივაღწიო, სხვა რაღაცას. Не Кришну, не любви к нему, да, не удовлетворение его, а что-то другое там у меня есть. არა კრიშნას, არა მის სიყვარულს, ან მის გახარებას კი არ მინდა რომ მივაღწიო, არამედ რაღაც სხვა მინდა. Какая-то выгода, слава или последователи, чтобы восхищались нами. რაღაც მოგება, რაღაც მოხვეჭა, რაღაც მაგათისთვის შეიძლება იყოს დიდება, ან მინდორების გაჩენა. А мотив должно быть доставить удовольствие Кришне. მოტივი უნდა იყოს, რომ კრიშნას მინდა მოუტანო ბედნიერება. И на разных уровнях он может на разных уровнях духовной жизни он может немного по-разному проявляться. და ცხოვრების სხვადასხვა დონეზე ის შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. На начальном уровне мы будем говорить о 3 основных уровнях бхакти чуть позже. დასაწყის დონეზე ჩვენ ვისაუბრებთ სამ ძირითად დონეზე, ბაქტის დონეზე. То есть начальный уровень, или это называется садхана бхакти, то, чем большинство из нас занимается сейчас.
დაწყებითი დონე ან მაგას ამას უწოდებენ სათანა ბაქტი, რომელთაც არის დაკავებული უმეტესი ჩვენგანი ახლა. Я надеюсь, вернее, Шрила Прабхупада надеется. მე ვიმედოვნებ, უпростად შილა პრაბჰუპადა იმედოვნებს. Этот мотив удовлетворить Кришна проявляется как желание очистить сердце, да, избавиться от анартх. ეს მოტივი რო გაგვაჩნია სრული კრიშნა დავაკმაყოფილოთ ეს ისახავს მიზნად რომ ჩვენი გული გავწმინდოთ გავათავისუფლოთ ანართებისგან. От гнева, зависти, всех этих страстей, жадности, да. მერისხანებისგან, ნებისგან, შურისგან, Потому что это мешает нам служить Кришне. იმიტომ რომ ეს ხელს გვიშლის რომ კრიშნას ვემსახუროთ. Это порой побуждает нас совершать какие-то оскорбления. ეს ხანდახან გვიბიძგებს იმისკენ რომ ჩავიდინოთ რაღაც შეურაცხყოფები. И вот в реальности на уровне садхана бхакти у нас вот такое желание, если мы серьезно преданные, серьезно практикуем. და რეალობაში თუ ჩვენ სერიოზულად ვაპრაქტიკებთ, მაშინ ჩვენ ვკავდებით სათანა ბაქტით. А на уровне бхава бхакти это очень высокий уровень уже. და ფავა ბაქტის დონეზე ეს ძალიან მაღალი დონეა უკვე. Там основной мотив желание полюбить Кришну, ну реально порадовать его. იქ ძირითადი მოტივი არის რომ გქონდეს სურვილი და გავახაროთ კრიშნა და შევიყვაროთ ის. И на совершенном уровне это желание, чтобы Кришна был счастлив так или иначе. და სრულყოფილ დონეზე ეს არის რომ კრიშნა იყოს ბედნიერი რაღაცნაირად ასე თუ ისე. Тут уже не желается ничего для себя, потому что даже на уровне бхакти есть желание, чтобы я полюбил Кришну, чтобы я доставил ему удовольствие. აქ უკვე საკუთარი თავისთვის არაფერი აღარ უნდება პიროვნებას. აქ უკვე ხდება ისე რომ ყველა სრული მართული იმისკენ რომ კრიშნა იყოს ბედნიერი. И чтобы Кришна как-то, естественно, ответил взаимностью тоже. და რომ კრიშნა მას რამენაირად გვიპასუხოს შესაბამისად. А на уровне према бхакти яно исчезает полностью, просто Кришна в центре полностью. ხოლო პრემა ბაქტის დონეზე მე თლიანად ჩდება და ჩება მხოლოდ კრიშნა. А что я или что со мной, вот преданным на этом уровне, неважно. Это последний стих Шикшаштаки, мы знаем, суровый стих такой для нас. და მე რა, ანუ ამ დროს რა ხდება, ანუ ეს არის ჩვენ ვიცით რომ შიქშაშტაკას ბოლო ესე ვთქვათ მძიმე ლექსი ამაზე. Кришна, ты можешь меня обнять или можешь меня отвергнуть, вытереть ноги обо мне, да? Бросить меня. კრიშნა შენ შეგიძლია რომ მე ხელი მკრა, ზურგი შემაქციო, მიმატოვო და ფეხები შემაწმინდო. Я все равно твой слуга или твоя слуга. მე მაინც შენი მსახური ვარ. Не нужно этому подражать сейчас. არ არის საჭირო ამის მიბაძვა ახლა. Если вы так начнете думать о себе, თუ თქვენ ესე დაიწყებთ საკუთარ თავზე ფიქრს, то Кришна обязательно что-то устроит. კრიშნა აუცილებლად რაღაცას მოაწყობს. И тогда вот как раз проявится наш истинный уровень. და ეს სწორედ მაშინ გამოვლინდება ჩვენი ჭეშმარიტი დონე. Кришна, я для тебя. 3 года Харе Кришна повторял. По 16 кругов даже иногда. კრიშნა, მე შენთვის 3 წელი ჰარე კრიშნას ვიმეორებდი, 16 წელსაც კი ხანდახან. В храме подметал, да. ტაძარში გვიდი ტერიტორიას. На Мангаларате не спал. მაგალითად არ მეძინა. И ты такое сделал со мной. და შენ ესეთ რამე გამიკეთე მე? Да, и все, в общем, не буду тебе служить. მე აღარ გემსახურები შენ. Ищи себе других слуг. შენთვის სხვა მსახურები მოძებნე. То есть, поэтому мы должны понимать, что на нашем уровне нормальный мотив стать серьезным преданным, очиститься, да. ამიტომაც ჩვენ უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ჩვენს დონეზე სერიოზული ერთგულება ნიშნავს იმას, რომ გქონდეს მოტივი, რომ გავხდე უფრო სუფთა, განვიწმინდო.
Ну, там, научиться общаться со всеми, с преданными особенно. ვისწავლო, ვიურთიერთო ყველასთან, განსაკუთრებით კი ერთგულებთან. То есть мотив по-разному проявляется, чистый на разных уровнях. ანუ სხვადასხვა დონეზე წმინდა მოტივი, ანუ სუფთა მოტივი სხვადასხვაგვარად ვლინდება. И второй признак чистой преданности, это гьяна карма ади, анавритам. То есть это означает, это означает, что преданное служение не должно перекрываться гьяной, кармой и всем остальным. ხოლო წმინდა ერთგულმსახურების დონე ნიშნავს, რომ ერთგული მსახურება არ უნდა იფარებოდეს არც გიანათი, არც კარმათი და არც სხვა რამით. Под ади подразумевается в первую очередь йога, სიტყვა ადის ქვეშ იგულისხმება პირველ რიგში იოგა, астрология, аюрведа и все остальные вещи, ასტროლოგია, აირვედა და ყველაფერი დანარჩენი. которые хорошие сами по себе, полезные. რომელიც თავის თავში კარგია, სასარგებლოებია Да, и даже психология. და ფსიქოლოგიაც კი. Вот. Но если они начинают выходить на первый план, они становятся помехой. მაგრამ თუ ისინი გამოდიან პირველ, ასე ვთქვათ, წინა ფლანგზე, მაშინ ისინი იქცევიან წინაღობად. Поэтому говорится гьяна, карма, ди, анавритам. Анавритам значит непокрытые. ამიტომაც არის თქვა გიანა კარმა ანავრიტამ, ანუ ანავრიტამ ნიშნავს რომელიცაც არ არის დაფარული. Здесь не говорится, что нужно быть полностью свободным от гьяна и кармы, აქ არ არის ნათქვამის, რომ უნდა იყო თავისუფალი სრულიად გიანასგან და კარმასგან, потому что это невозможно, да? იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. То есть, ну, мы всегда будем что-то делать и чему-то учиться, о чем-то размышлять, ჩვენ использовать. ყოველთვის Да, ჩვენ да. ყოველთვის გავაგრძელებთ რაღაცის კეთებას, რაღაცის გამოყენებას. Использовать логику нашу и так далее, другие познавательные способности. გამოვიყენებთ ჩვენს ლოგიკას ან სხვა შემეცნებით უნარებს. Но гьяна и карма, она должна быть связана с бхакти. მაგრამ გიანა და კარმა ის უნდა იყოს დაკავშირებული ბაქთისთან. Вот. То есть преданный, он старается бхакти-гьяну развивать, да, и заниматься бхакти-кармой. ანუ ერთგული ცდილობს განევითაროს ბაქთი გიანა და დაკავდეს ბაქთი კარმათი. То есть это гьяна и бхакти, которые помогают, гьяна и карма, которые помогают бхакти, ведут к бхакти. ანუ ეს არის ის გიანა და ბაქთი, რომელიც ემსახურება და ეხმარება ბაქთის. Но иногда можно этим увлечься, да? Преданный иногда увлекается. მაგრამ ხანდახან ერთგული შეიძლება ამით გაერთოს. Когда какая-то деятельность или какое-то гьяна, развитие знаний начинает слишком сильно человека поглощать, როდესაც რაღაც სახის ქმედება, მოქმედება ან რაღაც სახის თქვა და ცოდნა ძლიერად ამ პროცესებში ძლიერად იძირება. то есть они начинают становиться самоцелью уже, а бхакти отступает куда-то, да? ანუ ისინი ხდება თვით მიზანი უკვე და ბაქთი უკანა ფლანგს გადადის. То есть это вот первый вариант, как происходит это покрытие бхакти гьяной и кармой. ანუ ეს არის პირველი ვარიანტი, თუ როგორ ხდება ბაქთის და კარმას დაფარვა. Человек может начать заниматься психологией, например, ну, для того, чтобы лучше понять себя, разобраться в каких-то вещах, особенно которые мешают нам, тянутся с детства или еще раньше даже. უпроსტად ბაქთი როგორ იფარება კარმით და შეიძლება იყოს ფსიქოლოგია, რომელიც უკვე თვითონ ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე ბავშვობიდან მოყვებოდეს. Помочь другим, тоже избавиться от каких-то препятствий, блоков там и проблем, да, ментальных. მაგათაც ის კონდეს სურვილო სხვების დაეხმაროს, რომ გათავისუფლდნენ რაღაც ბლოკებისგან, რაღაც მენტალური პრობლემებისგან. Это нормально, да, в начале, да. ეს ნორმალურია დასაწყისში.
Но потом человек все больше и больше начинает этим увлекаться, все больше и больше делать на этом акцента, а бхакти, она становится в его жизни меньше и меньше. მაგრამ მე ადამიანი ამით ძალიან ასე ვთქვათ, ამაში ძალიან იძირება და უფრო მეტ დროს უთმობს, უფრო და უფრო მეტ ინტერესი უჩნდება მის მიმართ და ბაქტი უფრო და უფრო მეორე ხარისხოვანი ხდება. Может, например, быть система варнашамы преданные, то есть он говорит, да, это вот важно понять свое положение, да, как-то вот устроить, чтобы наше общество м, функционировало лучше, да, чтобы преданные были более удовлетворены, занимаясь тем, что их природе соответствует. და შეიძლება იყოს მაგალითისთვის ვარნაშრამა სისტემა შეიძლება ერთგული ამბობდეს და ძალიან ინტერესდებოდეს, რომ ეს საჭიროა, იმისათვის საჭირო მოეწყოს ერთგულების საზოგადოება ვარნაშრამა სისტემის თანახმად იმისათვის, რომ ერთგულები იყვნენ უფრო კმაყოფილები და უფრო ბედნიერები ერთგულ მსახურებაში. Но опять же, то есть прямых видов преданного служения становится меньше, преданный начинает заниматься больше вот этой деятельностью, и теряется вообще смысл, ради чего он этим начал заниматься, ради бхакти же, да? კვლავ მეორდება მსგავს სურათი, რომ ერთგული უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს, უფრო და უფრო მეტი ინტერესი უჩნდება მის მიმართ და თანდათანობით ესე ბაქტის მიმართ ინტერესი ცხრება და ნაკლები დრო ეთმობა. И второй тип покрытия возникает, когда преданный начинает считать, что успех в бхакти вот, зависит от вот этих вещей. და მეორე ტიპის ესე თქვა და წინაღობა ჩდება შემდეგ სახით, რომ ერთგული ფიქრობს, რომ ბაქტიში წარმატება დამოკიდებულია აი ამ რაღაცეებზე. То есть, если человек не будет знать все, например, там все шастры, если у него гьяни относится также к развитию качеств, მან მაგალითისთვის თუ ერთგულს არ ეწოდინება ამ ყველაფრის, ეს ყველაფერი არ ეწოდინება მაგალითისთვის გიანიც დამოკიდებულია რაღაც თვისებებზე. то есть, если ты не знаешь 1000 шлок, то значит ты не можешь бхакти практиковать, не можешь быть настоящим преданным, да? ანუ თუ შენ არ იცი 1000 შლოკაზე პირად თუ მაშინ შენ ვერ შეძლებ ნამდვილი ბაქტით ნამდვილად დაკავებას. Или если ты не постишься полностью на Экадаши, ან თუ შენ არ მარხულობ სრულიად მშრალზე არ მარხულობ ეკადაშზე. да, Марьям, нет никаких шансов быть чистым преданным. კი მარიამ არ გაქვს არავითარი შანსი გახდა წმინდა ერთგული. Да. Или если ты не ездишь регулярно на природу, Лука Прабу, ну вот, ან не თუ сажаешь შენ что-то в земле, ты никогда не станешь чистым преданным. ან თუ შერეგულარულად არ დიხარ ბუნებაში ლუკა პრაფუ თუ მუდმივად რაღაცას არ ერგავ ან არ თესავ მიწაში მაშინ შენ ვერ შეძლებ გახდა წმინდა ერთგული. Или если ты не готовишь просад на коровьем навозе, Гочи, ты никогда не станешь чистым преданным. ან გოჩა შენ თუ არ ამზადე პრასადს ძროხის ნაკელზე მაშინ შენ ვერ შეძლებ წმინდა ერთგული გახდე. Вы знаете, да, есть градация видов топлива, ну, то есть для приготовления пищи. ჩვენ ვიცით რომ არსებობს საწვავის სხვადასხვა დონის გრადაცია საკვების И самый лучший вариант топлива– это коровий навоз. და ყველაზე საუკეთესო ვარიანტი საწვავის ეს არის ძროხის ნაკელი. Так что езжайте Гочи, запасайтесь. ასე რომ გაეშვერეთ გოჩასკენ გადარჩით. Будете готовить себе картошку на коровьем навозе. წადით მოამზადეთ კარტოფილი ძროხის ნაკელზე. После коровьего навоза, насколько я помню, идут дрова, да? Дрова. და როგორც მახსოვს ძროხის ნაკელის შემდეგ მოდის ბალახი. После дров, наверное, уголь, да? ბალახის შემდეგ ალბათ იქნება ნახშირი. После угля газ. ნახშირის შემდეგ გაზი. Потом уже электричество, по-моему, последнее самое, если я не ошибаюсь. მეგონი ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ეს შემდეგ უკვე ელექტროენერგია, თუ არ ვცდები. Современный вариант. Конечно, в ведах не упоминается газ и электричество. თანამედროვე ვარიანტია, თქმა უნდა, ვედებში არ არის ნახსენები გაზი და ელექტროობა. То есть иногда и преданные говорят, вот если этого не будет, то бхакти, ну, невозможно.
ხანდახან ერთგულები ამბობენ, რომ თუ აი ესეთი რაღაცები არ იქნება, ბაქთი ეს შეუძლებელია. Но это неверно, მაგრამ ეს არ არის სწორი. потому что эти вещи могут помогать бхакти, но бхакти от них в принципе не зависит. იმიტომ რომ ეს რაღაცები შეიძლება იყოს დამხმარე ბაქთისთვის, მაგრამ ბაქთი არ არის მათზე დამოკიდებული. Бхакти могут даже животные могут бхакти заниматься, ბაქთით შეუძლიათ ცხოველებსაც კი რომ დაკავდნენ. не имея никаких знаний, не совершая никаких аскез, постов, не соблюдая, да? არ გააჩნიათ არავითარი ცოდნა, არ ასრულებენ არავითარ ასკეზებს, არ მარხვებს არ იცავენ. Это нужно всегда прекрасно понимать, да? ეს და გვესმოდეს ყოველთვის ძალიან კარგად. Даже такие вещи, как знание и отречение, способность к отречению, сила воли, вот, они не являются абсолютно необходимыми для практики преданного служения. და ისეთ რაღაცებიც კი როგორც არის განდეგილობა, ცოდნა, ან ნებისყოფა ძლიერი, ისინიც არ არის მათაც არ არის დამოკიდებული ერთგულება. Некоторые великие преданные были неграмотными, они не знали всех шлок из священных писаний. ზოგიერთი დიადი ერთგული არ იყო განათლებული, მათ არ იცოდნენ ყველა შლოკა წმინდა წერილებიდან. Но это не мешало им быть чистыми, преданными, иметь любовь к Господу. მაგრამ ეს არ უშლიდა მათ ხელს, რომ ქონოდათ წმინდა სიყვარული და წმინდა სიყვარული გამოევლინათ. Вот. Это мы поговорили о двух вещах, которые помогают нашей бхакти быть чистой. და ჩვენ ვისაუბრეთ ახლა იმ ორ რაღაცაზე, რომელიც ეხმარება ჩვენ ბაქთის რო იყოს სუფთა, წმინდა. Свобода от каких-то посторонних мотивов იყოს თავისუფალი რაღაც გვერდითი მოტივებისგან. под мотивом мы имеем в виду очень сильное, устойчивое, продолжительное желание какое-то. მოტივების ქვეშ ჩვენ გულისხმობთ რაღაც ძლიერი, ხანგრძლივი, მყარი სურვილი. И второе, это чтобы бхакти не покрывалась какими-то вещами гьяной, кармой, йогой, варнашамой. და მეორე რომ ბაქტი არ იფარებოდეს რაღაც გვერდითი რაღაც უცხო რაღაცეებისგან, უბრალოდ გვერდითი რაღაცეებისგან, როგორც არის გიანა, კარმა ან სხვა რამ. Эти вещи, они сами по себе, они хорошие, полезные, но когда их становится чрезмерно много и бхакти уходит на второй план, тогда вот и происходит это покрытие. ეს რაღაცები ძალიან გამოსადეგია, ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ისინი გამოდიან წინა ფლანგზე და ბაქტი ხდება მეორე ხარისხოვანი, ეს ცუდია. Например, еще может быть один вариант, да, вот мы там в храме, и у нас там нет воды или еще чего-то нет, вчера не было газа. ან მაგალითისთვის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ აი ჩვენ ტაძარში ვიმყოფებით და გუშინ ჩვენთან არ იყო გაზი, ან შეიძლება წყალი არ იყოს. И когда есть это вот покрытие, то преданный может сказать, ну, я не совершал полного омовения, я не могу готовить сегодня, не могу готовить для божества, вот так что и божества не будут кушать сегодня. და როდესაც ერთგულს ესეთი საფარველი აქვს, მაშინ ერთგულმა შეიძლება თქვას, რომ მე დღეს წყალი ვერ გადავილი, ამიტომაც მე არ შემიძლია სამზარეულოს შესვლა, ვერ მოამზადე და ამიტომაც ღვთაებები საკვების გარეშე იქნებიან დღეს. Это вот называется как раз покрытие гьяной, да? და ამას ეწოდება სწორედ გიანათ დაფარვა. Или кто-то говорит, что если не делать пранаяму, ну невозможно Харе Кришна Маха мантру правильно повторять, только после пранаямы, да? ანუ ვიღაცა ამბობს მაგალითისთვის, რომ თუ პრანაიამას სწორად ვერ აკეთებ, ანუ თუ არ გაკეთებ პრანაიამა, მაშინ შენ ვერ შეძლებ ჰარე კრიშნას წესიერ გამეორებას. И только нужно сидеть, только повернувшись на восток с прямой спиной. და უნდა იჯდე მხოლოდ ისე, რომ იყო აღმოსავლეთის მხარეს სპინოი? С прямой спиной. უნდა შეტრიალდე აღმოსავლეთის მხარეს სახით და აუცილებლად სწორი ზურგით უნდა იჯდე. По-другому даже лучше и не повторять. სხვაგვარად უმჯობესია, რომ საერთოდ არც გაიმეორო. То есть это покрытие какой-нибудь йогой, да?
ეს არის საფარველი რაღაც იოგით. Хорошо. Вот, я думаю, это понятно, и надеюсь, вы это запомните. მე А ვფიქრობ, რომ ეს გასაგები არის და იმედოვნებ, რომ დაიმახსოვრებთ ამას. теперь, если мы говорим о бхакти, да, то мы говорили об общих принципах. და ეხლა ჩვენ თუ საუბრობთ ბაქტიზე, ჩვენ საუბრობდით რაღაც ზოგად საერთო პრინციპებზე. Но даже если бхакти чистое, да, то оно все равно может очень сильно отличаться. და თუნდაც ბაქტი იყოს სუფთა, მაინც შეიძლება ძლიერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. Например, бхакти Шрила Прабхупада или Прохлада Махараджа, да. მაგალითისთვის ბაქტი შრილა პრაბჰუპადასი ან პრაჰლადა მაჰარაჯის. Бхакти там, не знаю, Рада Бава Матаджи или Локи Прабу. მაგალითისთვის ასე ბაქტი რათაფავა მათაჯის ან ლოკა პრაბჰუს. И бхакти какого-нибудь Акшаджа Даса, да, они могут быть, они сильно отличаются, да. და ბაქტი აქშეჟერ პრაბჰუსი მათი ესენი შეიძლება ძლიერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. Да, особенно если он Прабу. განსაკუთრებით ის პრაბჰუა. Вот, то есть могут отличаться они уровнем еще. Частота может быть, да, но уровни разные. ასევე ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს დონეებით, სუფთავე შეიძლება იყოს სიწმინდე, მაგრამ დონეები განსხვავდებოდეს. В целом выделяют три основных уровня бхакти делится. საერთო ჯამში გამოყოფენ სამ ძირითად ნაწილს, ბაქტის ყოფენ სამ ნაწილად. Вот это садана бхакти, видите, да? Бхава бхакти и према бхакти. ეს არის სათანა ბაქტი, ფავა ბაქტი და პრემა ბაქტი. Начинается все обычно с садана бхакти. როგორც წესი, ყველაფერი იწყება სათანა ბაქტით. Неправильно начинать с према бхакти или с бхава бхакти. არ არის სწორი რომ დავიწყოთ პრემა ბაქტით ან ფავა ბაქტით. Ну, если вы не какая-то великая личность, как Шукадева Госвами там, или жители Вриндавана, თუ თქვენ არ ხართ რაღაც დიადი პიროვნება, როგორც შუკადევა გოსვამი ან ვრინდავანის მაცხოვრებელი. что такое садана бхакти? და რა არის სათანა ბაქტი? То есть это, как дает Рупа Госвами в определении, вы здесь видите. და როგორც რუპა გოსვამი იძლევა განსაზღვრებას, აქ თქვენ ხედავთ ამას. Крити садья бавет садья, баваса садхана битха нитя сидгаси бавася, прокатям хриди садхята. Вот. Садхана бхакти – это практика, исполняемая при помощи чувств. სადანა ბაქტი ეს არის პრაქტიკა, რომელიც ხორციელდება გრძნობების დახმარებით И приводящая к проявлению бхава бхакти. და რომელსაც მივყავართ ფავა ბაქტის გამოვლინებამდე. Бхава бхакти – это такой любовный восторг сильный. ფავა бхакти ეს არის სასიყვარულო აღფრთოვანება ძლიერი. По отношению к Кришне, да? კრიშნას მიმართ. Неприходящий восторг, непроходящий, стабильный. რომელიც არ მიდის ეს აღფრთოვანება, რომელიც არ გაივლის ხოლმე, მაგალითისთვის სტაბილურია. Приводящий к тому, что человек, он даже не замечает порой реальности. რომელსაც მიყავს ადამიანი ხანდახან იქამდე, რომ ის რეალობას ვერ ამჩნევს. То есть и первое, что бросается в глаза в этом определении садханы, это практика. ანუ პირველი რაც თვალში გვხვდება ამ განსაზღვრებაში ეს არის პრაქტიკა. Что означает практика? რას ნიშნავს პრაქტიკა? Практика это означает, что у нас к чему-то нет естественного вкуса, естественного влечения. პრაქტიკა ის იმას ნიშნავს, რომ რაღაც რის მიმართაც არ გვაქვს ბუნებრივი მიდრეკილება, ბუნებრივი გემო. Но мы это делаем. Почему мы это делаем? მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ ამას? Потому что это важно и ценно для нас, да? იმიტომ რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ფასეულია. То есть это означает, и практика это означает, что мы это делаем регулярно. და პრაქტიკა ის имас ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვახორციელებთ რეგულარულად. Также я надеюсь,
например, вы все практикуетесь в чистке зубов каждое утро. მაგალითისთვის ასევე მე ვიმედოვნებ, რომ ყოველი თქვენგანი ყოველ დღე ახორციელებს პრაქტიკას კბილების წმენდის. Навряд ли кто-то из вас просыпается с мыслью, о, когда же я пойду чистить зубы? დიდი საბათობით არც ერთ თქვენგანი არ იღვიძებს იმ ფიქრით, რომ როდის მოვა ის დრო, რომ მე წავიდე და კბილები გავიხეხო. И чистя зубы вы не можете остановиться. Как классно. და კბილების ხეხვის დროს თქვენ ვერ ჩერდებით, რა მაგარია. Навряд ли такое с кем-то из вас происходит. დიდი საბათობით არც ერთ თქვენგან რომელიმე თქვენგანთან არც ერთ თქვენგანთან არ ხდება ესეთი რამ. Но я уверен, что вы каждый день их чистите. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თქვენ ყოველ დღე იწმენთ მათ. Почему? Потому что это важно, потому что иначе будет кариес, будут большие проблемы. რატომ? იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში იქნება კარიესი და დიდი პრობლემები. То есть не сможете есть сладкое, и еще много чего не сможете есть. ვერ შეძლებთ კბილის მირთმევას და ბევრი რამის კიდევ. Ну, единственное отличие, что чистка зубов не приводит к спонтанному влечению к чистке зубов, да, но принцип примерно вот вы поняли, да? ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ კბილების წმენდას ამიყავართ სპონტანურ მისწრაფებამდე კბილების წმენდის, მაგრამ პრინციპი გასაგებია ფიქრობ. И это практика, которая, конечно же, как мы уже говорили, да, все это остается, должна совершаться под руководством. და ეს პრაქტიკა, რასაც ჩვენ უკვე ვამბობდით, რომ ეს უნდა რჩებოდეს მუდმივად, ხორციელდებოდეს. И в свою очередь садхана бхакти, она подразделяется на два уровня. და თავის თავში სადანა ბაქთი ის იყოფა ორ დონედ. Это Рагануга садана, вернее, здесь неправильно, сначала Вайди садана и потом Рагануга садана. ჯერ დასაწყისში ეს არის ვაითი სადანა და შემდეგ არის რაგანუგა სადანა. То есть Вайди садана означает это то, что совершается под каким-то давлением из-за какого-то, как правило, страха, да? ვაითი სადანა ეს ნიშნავს ესეთი განმარტება იძლევა, რომ ის რაც ხორციელდება, ასე ვთქვათ, შიშის დაყრდნობით. Обычно на человека давит чувство долга. როგორც წესი ადამიანს ესე ვთქვათ აწვება მოვალეობის გზნობა. Обычно это указание священных писаний или духовного учителя. როგორც წესი ეს არის წმინდა წერილების მითითება ან სულიერი მოძღვრის. И внутреннего побуждения служить нет еще. და შინაგანი ესე ვთქვათ мотивация, მიდრეკილება, რომ იმსახუროს ჯერ არ აქვს. Мотивом является страх. Если это делать не буду, я буду страдать. და მოტივს წარმოადგენს შიში, რომ მე თუ ამას არ გავაკეთებ, მე დავიტანჯები. Меня не возьмут в духовный мир. მე არ წამიყვანენ სულიერ სამყაროში. Даже, может, в ад могу попасть. შეიძლება ჯოჯოხეთს კი მოხვდე. Преданные не будут меня ценить и уважать. ერთგულები არ დამაფასებენ მე და პატვის არ მცემენ. Я не получу инициацию. მე ვერ მივიღებ ინიციაციას. Да, много, то есть, чего я не получу. Поэтому я буду повторять Харе Кришна каждый день, сжав зубы. და ბევრ რამეს ვერ მივიღებ და ამიტომაც მე გავიმეორებ ყოველ დღე ჰარე კრიშნას და კბილებს დავკრიჭავ და კბილი დაკრიჭილი. Я не буду есть рыбу, яйца, мясо, лук и чеснок. მე არ მივიღებ საკვებად თევზს, კვერცხს, ხორცს, ხავხს და ნიორს. Я даже не буду есть шоколадки и пить кофе по вайшнавским праздникам. По вайшнавским праздникам. მე შოკოლადებს და ყავასაც კი არ მივიღებ ვაიშნაურ დღესასწაულებზე. То есть в день явления Шрила Прабхупады никакого кофе. ანუ შილა პრაბჰუპადას მოვლენის დღეს არავითარი ყავა. То есть
Недавно ко мне подошла наша одна замечательная, преданная девушка-студентка. ცოტა ხნის ჩემთან მოვიდა ერთი შესანიშნავი ახალგაზრდა გოგონა ერთგული სტუდენტი. Вот, у нее проблема с родителями. მას პრობლემები აქვს მშობლებთან. Они хотят заставить ее есть лук и чеснок. ისინი ცდილობენ რომ ის აიძულონ რომ ჭამოს ხახვი და ნიორი. Потому что они для нее нашли жениха, იმიტომ რომ მათ მისთვის იპოვეს საქმრო. там эта культура еще в Индии, судя по всему, очень сильная. Родители ищут жениха. იქ ინდოეთში ეს კულტურა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია, მშობლები ეძებენ საქმროს. А дети, они ну, просто принимают выбор родителей, то есть они не могут сказать нет. ბავშვები კი უბრალოდ შვილები კი უბრალოდ იღებენ მშობლების არჩევანს, მათ არ შეუძლიათ თქვენ რომ არა. И говорят, в семье жениха едят лук и чеснок. და იქ ის ამბობს რომ ქმრის ოჯახში ხავსს და ნიორს ჭამენ. Говорит, если я не буду есть лук и чеснок, они меня не примут. ანუ თუ მე არ შევჭამ ხავსს და ნიორს, მე არ მიმიღებენ ისინი. Ну, по крайней мере, это не мясо и не рыба, и не яйца. Да? როგორც მინიმუმ ეს არ არის ხალხ, ეს არ არის თევზი ან ხორცი. Но все равно. Так, მაგრამ и მაინც Рагануга Садана Бхакти – это когда уже это по-прежнему практика, რაგანუგა სადანა ბაქტი ეს ძველებურად კვლავ ბაქტია. это по-прежнему практика, но уже появляется спонтанное желание заниматься этим. მაგრამ უკვე ჩდება სპონტანური სურვილი რომ ამით დაკავდე. Ну, вернее, даже оно еще может даже не появляться, спонтанное желание, да? უბრალოდ ის შეიძლება ჯერ კიდევ არ ჩდებოდეს ეს სპონტანური სურვილი. Но появляется желание обрести вот это вот спонтанность и естественное влечение к Кришне. მაგრამ ჩდება სურვილი რომ შეიძინო ეს სპონტანური ესე თქვა მიდრეკილება მისწრაფება კრიშნას მიმართ. Следуя по стопам тех, у кого есть это сильное спонтанное побуждение служить Кришне. მიყვერა იმათ წერფების ნაკვალებს, ვისაც უკვე გააჩნიათ ეს სპონტანური მსახურება კრიშნას. То есть здесь уже Рагануга начинается, когда человек развивает в себе уже некоторую привязанность к Кришне. ანუ აქ უკვე რაგანუგა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ინვითარებს რაღაც სპონტანურ მსახურებას კრიშნას მიმართ. И начинает заниматься преданным служением именно из-за влечения к Кришне, а не из-за всех этих страхов, о которых мы говорили, да? და იწყებს ერთგული მსახურებით დაკავებას უკვე კრიშნას მიმართ სპონტანური, ასე ვთქვათ, მიზიდულობით და არა ამ რაღაც შიშებით, რომელზეც ჩვენ უკვე საუბრობდით. Не просто из чувства долга. არა უბრალოდ რაღაც მოვალეობის გზნობით. Чем занимаемся мы? რით ვკავდებით ჩვენ? Кто чем занимается, да? ვინ რითია დაკავებული, ხომ? Да. Как вы считаете? როგორ ფიქრობთ? Смешано, может быть, одновременно и так, и так. Да, но вот Лука занимается чисто спонтанным преданным служением. შეიძლება იყოს შერეული ისიც და ისიც და ლუკა მაგალითისთვის წმინდა ერთგული მსახურებით არის დაკავებული. Матаджи Экадаси Манджари занимается Вайди Садана Бхакти. ეკადასი მათაჯი დაკავებულია ვაითის სადანა ბაქტით. У него всегда очень серьезное лицо. მას ყოველთვის ძალიან სერიოზული სახე აქვს. А Марьям занимается смесью, да, чем-то. მარიამი კი დაკავებულია რაღაცის მიქსით. Да, то есть... Ну, на самом деле, Марьям права, у нас у всех это сочетается. მაგრამ სინამდვილეში მარიამი მართალია, ეს ყველა ჩვენგანში რაღაცნაირად შერწყმულია.
Нельзя сказать, что мы занимаемся бхакти, ну просто из-за того, что вот мы поняли, то есть мы должны это делать, вот мы слуги Кришны, у нас есть это чувство долга, да, и никаких эмоций, никакого влечения, да, вот, ну просто нужно это делать, и я буду это делать. იმას ვერ ვიტყვით, რომ მე დაკავებული ვარ იმიტომ, რომ აიეთულოდეს საჭიროა და ამის გაკეთება აუცილებელია და არავითარი მისწრაფება არ გვაქვს ჩვენ, არავითარი სურვილი. Иногда возникает желание вот что-то для Кришны сделать, просто вот что-то захотелось, хотя я не обязан это делать, это не входит в мои обязанности, я не подписывалась. ხანდახან ჩნდება, რომ რაღაცა მინდა კრიშნასთვის გავაკეთო თითქოს და არადა ამ დროს არ შედის ეს ჩემ მოვალეობაში, მე ხელი არ მომიწერია ამაზე. Вот ходит этот Акшаджидас несчастный, ну что-то для него нужно хорошее сделать, давай ему сделай ужин. და დადის ეს აქშაჯა პრაფუ ესე თქვა უბედური და მოწყენილი სახით არის და მე მას რაღაც საუზმე უნდა მოუმზადო. Причем никто об этом может даже не просить, да? და თანაც ამავე დროს არავის არ უთიშება არ უთხოვია ამის Вот ეს გავაკეთო. это элемент спонтанности, когда нас никто не просит, то есть, и в принципе, мы не обязаны это делать, да, но нам хочется вдруг что-то сделать хорошее для Кришны. და ეს არის სპონტანურობის ელემენტი, რომ არავის არ უთხოვია, მაგრამ ჩვენ უცებ რაღაც გვინდება, რომ გავაკეთოთ კრიშნასთვის. А скорее для преданного Кришны, да? და უფრო მეტად კი კრიშნას ერთგულისთვის. Приглашу преданных на день рождения, напеку пирогов, да, тортов. დაპატიჟებ ერთგულებს დაბადების დღეზე პიროგებს გამოვაცხობ, ან ტორტებს. Или давайте соберемся преданные на киртан, там, попоем просто там на Экадаши, да. ან მოდით ერთგულებო შევიკრიბო და კირტანი გავმართოთ ეკადაშზე. Хотя вы не давали таких обетов на посвящении, да, не обещали никому ничего, да, но, видите, это есть спонтанность определенная. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ მიგიცეთ არავისთვის არავითარი ფიცი, არავითარი პირობა, რომ მას გააკეთოთ, მაგრამ მაინც გიჩნდებათ ამის გაკეთების სურვილი და ეს არის სპონტანურობა. Но, к сожалению, не всегда такие чувства чистые у нас возникают. მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის არ გვიჩნდება ესეთი სუფთა სურვილები. Поэтому чувство долга также должно присутствовать, вот это вот понимание того, что это есть у меня обязанности, да. და ამიტომაც ვალის მოვალობის გზნობაც ასევე უნდა არსებობდეს, რომ მე ეს ვალდებულება მაქვს. Например, на джапе, если человек повторяет святое имя джапу, да, на уровне только чистой вайды саданы, მაგალითისთვის ჯაპის მაგალითი თუ ადამიანი უბრალოდ იმეორებს ჯაპას რაღაც ვაითი სათანა ბაქტის დონეზე, он обычно настраивает себя. На джапе пахать нужно. როგორც წესი საკუთარ თავს განაწყო შემდეგნაირად, რომ ჯაპის დროს მე უნდა ვიმუშაო. Пахать значит, ну, для тех, для кого русский не родной, пахать означает тяжело трудиться. ну ეს ტერმინი რუსული ნიშნავს, რომ ძიმედ იმუშაო. Сейчас, конечно, пашет трактор, а Гоча сидит и там поет песенки, но обычно пахать раньше был тяжелым трудом. რა თქმა უნდა, ახლა ტრაქტორი ხნავს, გოჩა კიდე ზის და სიმღერებს მღერის ან უსმენს, ადრე მოხანიშნდა ძიმე შრომას. Спина уставала, такие мозоли на руках были. ზურგი გეღლებოდა და ხელებზე ესეთი ბებერები ქონდა. Человек отпахал, мозоли на руках джапу. ადამიანმა ესე თქვა და ძლიერი მუშავა ჯაპაზე და ხელზე ესეთი ბებერები გაუჩნდა ჯაპისგან. А на уровне Рагануги человек думает, на джапе нужно общаться с Кришной, нужно радоваться общению с ним. ხოლო რაგანუგას დონეზე ადამიანი ფიქრობს, რომ ჯაპის დროს კრიშნას უნდა ეურთიერთო, კრიშნასთან ერთად უნდა გიხარობდეს. Вот вы можете оценить свою джапу или какое-то другое видное служение, другое преданное служение, вот именно вот по таким критериям. და ეს შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი ჯაპა ან სხვა რომელიმე ერთგული მსახურება აი ამ კრიტერიუმებით. Так у нас смесь сейчас, как правило. და როგორც წესი ჩვენ ახლა გვაქვს ეს მიქსი, ნაზავი.
И Джива Госвами называет это страшным словом და ჯივა გოსვამი უწოდებს ამას საშინელი სიტყვით მოიხსენიებს. Аджата Ручи Рагануга Бхакти. Понятно. Кто запомнит, сразу поставлю плюс на экзамене. ვინც დაიმახსოვრეს ეგრე პლუს დაუწერა. გამოსწოს. Да, хорошо. Итак, это садана бхакти, которая делится на две вида Рагануга и Вайдхи. და ეს არის სათანა ბაქთი, რომელიც იყოფა ორ კატეგორიად რაგანუგა და ვაითი. Бхава бхакти это когда уже действительно сильное спонтанное влечение, это начальная стадия любви к Богу. ბავა ბაქთი ეს არის, როდესაც უკვე არის ძლიერი სპონტანური სასიყვარულო მისწრაფება კრიშნას მიმართ, მსახურების. Человек проявляет вот эти признаки бхавы. ადამიანი ავლენს ამ ფავას ნიშნებს. Иногда, по крайней мере, слезы, дрожь в голосе, да, при воспевании. როგორც მინიმუმ ხანდახან მაინც ასე ვთქვათ თმები უდგება ყალზე, სხეულზე, ცხემლები ადგება თვალებზე. Иногда хочется кататься по земле. გამეორების დროს Кататься по земле хочется. ხანდახან მიწაზე გორაობა გინდება. Вы приходите в Навадвипе, в Гадрумдвипе, в Сурабхи Кунджу. თქვენ მოდიხართ გოდრუმა დვიპაზე და სურაფი კუნჯაზე გინდათ ტვერში იგორავთ. Вот 3 человека, которые здесь присутствуют, они, по-моему, там были. Мы с Махараджем სამი ходили, ადამიანი, вы помните? რომელიც აქ არის, მეგონი იყვნენ აქ გახსოვთ და Эфире там не было, поэтому она очень много потеряла. თეოფილი არ იყო იქ და ამიტომაც ძალიან ბევრი დაკარგა. Был бы незабываемый опыт. ეს დაუვიწყარი გამოცდილება იქნებოდა. Я сказал преданным, что там, в этом месте обычно, когда приходит парикрама, это место, где прощаются оскорбления, поэтому там все катаются в пыли преданные. მე უთხარი ერთგულებს, რომ ეს ადგილი, როდესაც აქ მოდიან პარიკრამების დროს, ვინც ამ ტვერიში გორაობს, ყველა შეურაცხყოფა ბათილდება მისი. И преданные так сказали, здорово, но никто не стал кататься. და ერთგულებმა თქვეს, მაგარია, მაგრამ არავინ არ დაიწყო გორაობა. Мне пришлось показать пример. მომიწია მაგალითის ჩვენება. И потом Матаджи тоже, они как бы вначале они держались за сари, а потом, ну то есть в том смысле, чтобы там одежда не попортилась и прическа. და მე მათაჯემას დაიწყეს გამეორება, ჯერ სარის გამოიკავებდნენ თავს, რომ ისა გაფუჭებული იყო, მაგრამ მე ესე თქვა შეუდგნენ საქმეს. Вначале была Вайди Садана. ჯერ იყო ვაითი სადანა. И потом они вдохновились, особенно Матаджи Сарасвати. და შემდეგ სულისკვეთება მოემატათ განსაკუთრებით კი მათაჯი სარასვატი. Но вот эти вот эмоции бавы, да, они могут быть напускные, они могут быть не настоящими, да. მაგრამ აი ეს ემოციები, ფავას, ისინი შეიძლება იყოს თავს მოხვეული და არ იყოს ნამდვილი. Поэтому, чтобы понять, что действительно человек достиг уровень бавы, Шрила Рупа Госвами приводит также другие критерии. და ამიტომაც რომ გაიკვეს, რომ ადამიანმა მიაღწია მართლაც ფავას დონეს, ამისათვის მოცემულია კრიტერიუმები. Их порядка 8 в нектаре преданности они описываются, я не вспомню сейчас все. ისინი დაახლოებით 8 არის და რომელიც ერთგულების ნექტარში მოცემული, ყველას ვერ გავიხსენებ. Первый из них это Авьяртка Калатвам, то есть он не тратит свое время ни на что другое, кроме преданного служения. Не хочет. ავიართა კალატვამ, როდესაც ის არ კარგავს არაფერზე თავის დროს. У него сильная привязанность к слушанию воспевания святого имени. მას გააჩნია ძლიერი მიჯაჭვულობა წმინდა სახელის გამეორების და მოსმენის. То есть у него он реально
смирение, мана шунят вам. Он не хочет, ему не нравится, когда его прославляют, почитают, оценивают, მას აქ отмечают. მას აქ რეალური თავდაბლობა, მას არ სურს რომ განადიდონ და თავს უხერხურად გრძნობს. Ему хочется быть в святом месте, даже жить там лучше в святом месте. მას აქვს სურვილი რომ წმინდა ადგილას იყოს და მეტიც უნდა რომ იქ იცხოვროს კიდევაც. И вот, то есть, если переводить на наш язык, это значит, его тянет в храм постоянно. ანუ ჩვენს ენაზე რო თქვათ ის ყოველთვის მიზიდება ტაძრისკენ უნდა მიდის სულ. И из храма его не прогонишь даже метлой. ტაძრიდან ვერ გამოაგდო ცოცხლითაც კი. Мы очень легко прогоняемся из храма, нас прогонять даже не нужно. ჩვენ ძალიან მარტივად გვაგდებენ ტაძრიდან, ჩვენი გაგდებაც კი არ არის საჭირო, თავად გავდივართ. Нам нужно уходить из храма отдыхать. ჩვენ ტაძრიდან უნდა წავიდეთ და სასვენებო დავისვენოთ. Это значит, что не достигли мы еще уровня Бава Бхакти. ეს ნიშნავს ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ჯერ არ მიგვწევია ფავა ბაქტისთვის. Конечно, нам нужно ходить из храма, потому что у вас, по крайней мере, много обязанностей. Но у Бава Бхакти, он умом остается в храме, даже если რა თქმა уходит. უნდა, ჩვენ საჭიროა რომ ტაძრიდან გავიდეთ, იმიტომ ჩვენ ბევრი მოვალეობა გვაქვს, მაგრამ ფავა ბაქტას ბაქტა როდესაც მიდის ტაძრიდან, ტაძარი მასთან ერთად მიდის, სულ მასზე ფიქრობს, სულ მის შუაშია. И он еще никогда не теряет надежды такой преданной, что я полюблю Кришну, и у нас все будет хорошо с ним. და ეს ერთგული არასდროს აკარგავს იმედს, რომ მე შევიყვარებ კრიშნას და ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება. Даже если ничего не получается, если там тяжелые времена, и как бы Кришна даже если не отвечает. და თუნდაც არაფერი არ გამომდიოდეს, რთული პერიოდები მაქვს და კრიშნა არ პასუხობს. Это вспомните историю с Мукундой. გახსოვთ ისტორია მუკუნდასთან? Когда Господь Чайтанья давал всем благословение во время Махапракаши Лилы, როდესაც უფალი ჩაიტანია ყველას წყალობას აძლევდა მაჰაპრაკაშა ლილას დროს. всех своих спутников подзывал по одному, там, вспоминал историю и говорил, проси, чего хочешь. ყველა თავის თანამგზავს იხმობდა სათითაოდ და ეუნებოდა თხოვე რაც გსურს. И преданные подходили и говорили, мне аудио, мне iPhone 19 Pro. და ეთულები მიდიოდნენ და ეუნებოდნენ მე აუდიო, მე iPhone 19 Pro. Нет, они, конечно, другое просили. რა თქმა უნდა ისინი სხვა რაღაცას თხოვდნენ. Вот, но он не позвал Мукунду, одного из самых близких своих спутников. მაგრამ მან არ მოუხმო მუკუნდას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამგზავრი მისი. И тогда преданные спросили, а почему ты Мукунду не зовешь? А Мукунда там в соседней комнате стоял и ждал. და მე ერთგულე მაკითხეს უფალ ჩაიტანიას და მუკუნდას ატო არ იხმობ თქვენ მუკუნდა კი ამ დროს მეზობელ ოთახში იდგა და ელოდებოდა. Господь Чайтанья сказал, Мукунда никогда не позову. უფალმა ჩაიტანია თქვა რომ მუკუნდას არასდროს არ დაუძახებ. Он лицемер, потому что იმიტომ რომ ის თვალთმაქცია. Потому что здесь, когда он с нами, он Хари Кришна. იმიტომ რომ ოდესაც ის აქ ჩვენთან არის ამ დროს ის ჰარე კრიშნა. А потом ходит к Майяваде и слушает, как они ругают Кришну, ругают преданное служение. შემდეგ კი ის დადის მაიავადეთთან და ისმენს თუ როგორ ლანძღავენ კრიშნას და როგორ კიცხავენ მას. Он одной рукой совершает мне пуджу, подносит цветок, а другой рукой бьет меня палкой по спине. ის ერთი ხელით მე პუჯას მიტარებს, ყვავილს მთავაზობს, მეორე ხელით კი ჯოხს მიტყავს ზურგში. И это Мукунда все слышал, он там стоял. და მუკუნდას ეს ყველაფერი ესმოდა, იქ იდგა. Вот. Поэтому он не увидит меня вообще. больше. ამიტომაც ის მე ვერ მნახავს ვერასდროს. И преданные спросили, Господь, а может быть, все-таки он когда-то сможет тебя увидеть? Пожалуйста, смилостивайся. და ერთგულე ამ დროს კითხეს, რომ უფალო იქნებ, როდესმე მაინც შეეძლოს, იქნებ წყალობა მისცე. И Господь Чайтанья, он очень милостивый, мы все знаем. და ჩვენ ვიცით, რომ უფალი ჩაიტანია ძალიან მოწყალია. Он сказал, ну хорошо, увидит через 10 миллионов жизней.
მან უთხრა რომ კი მიხილავს ოღონდ 10 მილიონი ცხოვრების მერე. Если я вам скажу, Гоча, радостная весть, через 10 миллионов жизней ты увидишь Господа читания. თუ თქვენ შენ გეტყვი ხარ გოჩა სასიხარულო ახალი ამბავი მაქვს რომ 10 მილიონი ცხოვრების მერე იხელა უფალ ჩაიტანიას. Гоча уедет в Ассурете и уйдет в запой, наверное. გოჩა გაემგზავრება სურეთში და გალოცდება ალბათ. Но Мукунда, он начал танцевать там и кричать: «Харибол, Харибол, я увижу его, я увижу его». მაგრამ მოკუდამ ცეკვა დაიწყო და ყვირილ ჰარიბოლ მე ვიხილავ მას მე ვიხილავ. Если мы сейчас скажем: «Марьям, инициацию получишь не раньше, чем через 5 лет». მე ხა თუ ვიტყვით რომ მარიამ შენ ინიციაციას მიიღება რა მხოლოდ 5 წლის შემდეგ. Мы потеряем преданную 100%. ჩვენ 100%-იანად გვიზაკარგავთ. Но видите, преданный на уровне Бава Бхакти, он по-другому себя ведет. მაგრამ ხედავთ ერთგული ფავა ბაქტის დონეზე სხვანაირად იქცევა. Ну и прямо Бхакти тут уже нет смысла говорить, это вообще не понять. პრემა ბაქტიზე აქ საერთოდ აზრი არ აქვს საუბარს, საერთოდ ვერ გავიგებთ. Это когда человек живет только Кришной. ეს როდესაც ერთგული მხოლოდ კრიშნათი ცხოვრობს. Не только в сердце, но и каждая клеточка тела — это у него Кришна и Рада. და არა მარტო გულით, არამედ ყოველი უჯრედი სხეულის ეს კრიშნა და რათა. Или Гора Нитай, да? ან გოვრანიტანი. Окей. Вот это общее описание. ეს არის საერთო აღწერა. Я уже думаю, достаточно вас утомил сегодня. დავიღალეთ ალბათ დღეს. Моя цель достигнута. Я отвечал მიზანი მიღწეულია. за все разочарование после экзамена. გამოცდის შემდგომ რაც იმედგაცრუებაც უმაყენეთ გამოცდის შემდეგ. Я рассказал им про Аджата Ручи Рагануга Бхакти. მე მოგიყევით თქვენ აჯატა რუჩი რაგანუგა ბაქტის შესახებ. Поэтому у них аппетит на весь день пропадет сегодня, да? ამიტომაც მათ დღეს მანძილზე მანდა გაუქრებათ. Хорошо. Если есть какие-то вопросы, пожелания. თუ რაიმე კითხვა გაქვთ სურვილი სამებრ. Мария Матачи, поднимай руку. Да. Хорошо. Мы слушаем. Мы, получается, у меня просто вначале связь зависала. Мы же вначале упомянули то, что преданное, чистое служение, верно? Да. И преданное — это же стабильно когда. Да, регулярно. Все. Да, все. Спасибо. Одно из качеств, да? Служение преданного, что это регулярно, это не по настроению, да, иногда, когда хочу, когда встану с той ноги, с которой надо, да, тогда преданное служение, с другой ноги встану, извините. Да, хорошо. Хорошо, тогда, если нет вопросов, то до вторника. კარგი, თუ კითხვები არ გვაქვს, მაშინ სამშაბათამდე. Во вторник мы быстро пройдем по 9 стадиям бхакти. სამშაბათს ჩვენ სწრაფად გავვლით ერთგული მსახურების 9 სტადიას. От Шрадхи до Премы за полчаса. შრათადან პრემამდე 9 საათში. Так что приходите, кто хочет ასე რომ дойти до Премы за полчаса. მოდით რომ მიიღოთ პრემა 9 საათში. Ну и другие вещи тоже обговорим. და სხვა რაღაცებსაც განვიხილავთ. Хорошо. Шрила Прабхупада ки джай. Шри Гора Нитай ки джай. Ананта Коти Вайшнава Вринда ки джай.
Yeah. Гоча, Диди. Федя Прапуки. Шурапуки. მადლობა აქშეჯა ბრაფუ, მადლობა გოჩა, მადლობა ერთგულებო. Luca, Hare Krishna Bhasila. when you are at home, you look much more joyful when we are sitting before me. Because at home I can sleep nicely. Yeah, that's the reason. Yeah. I thought like it also. That's the main reason. Why is Luca in ecstasy? Because finally he slept enough. Okay. Hare Krishna. Hare Krishna. Hare Krishna. Yeah. Hare Krishna. Teofili, I'll send you the question because all devotees need to pass exam again. At least some questions. Okay, I will If wait you- for you. Actually, you gave 3 or 4 brilliant answers for 3 or 4 questions, but for another, not so brilliant. I thought you are acting on the basis everything or nothing, all or nothing. Okay, I will wait for you. Yeah. Thank you. Thank you so much, Hare Krishna. Кришна. Харе Кришна, до встречи. Krishna.